ასინეთა კიდევ გვისმენს? ხო, ეგრეა. ღვინო და დუდუკი თუ კოქტეილი და ზღვა. გავიდა. რომ გეუბნებოდნენ ისემც გიქნიაო, რა გიქნია? თავში ქვაგიხლე. ბავშვობას რის ისუნია? ჩიტო ნაცარა ისუ გალობისა. ზიანი დღე იყო. ზოოპარკში ვართ მე და მამა. მოკლედ მე რა თქმა უნდა დავიწყე მაიკ დავჯდეთ, მაგ დავჯდეთ, ის მიყიდე, აუ ესეც მიყიდე რა და მოკლედ ამ ყველაფერმა 9 საათი გასტანა. ამ დროს არსაიდან მამა ჩემის ზმაკაცი მოდის. ვა, ეს რა კაციტო, ეს შენი ბიჭია და ბლა ბლა ბლა. თავისი პასპორტი მაჩვენეს ამბით. ხო და მოხდა ის, რასაც ველოდი. ეს კაცი მამა ჩემს ეუბნება, ხო არ იმავს ქნათო. მამა ჩემ აბარა უნდა ვქნათო. არა და ზოოპარკში ვართ. ცოტა ხანში მამა ჩემი სტანდარტულად ნასვამი სახით მიყურებს და თვალს მიკრავს. მე მინდა ვუთხრა, ხო არ წავიდეთ მეთქი, მაგრამ აღარ გავართულე. და მარტივად შევხედე ყველაფერს. და მივხვდი, რომ ხანდახან კაცებსაც ჭირდებათ ის სიმარტივე, რასაც ხელის მხარზე შემოჰკვრა ჰქვია. ხო არ იმავს ქნათ. გამარჯობა, გია როგორ ხარ? მადლობა. გამარჯობა. დროის შესაფერისად რა. შევთანხმდით, რომ შენობით მოგმართავდი, ამიტომ გავუბეთ. აუცილებლად, რა თქმა უნდა. მიხარია, რომ ჩვენი სტუმარი ხარ, ქალაქის თეატრში ვართ და მადლობა ამ ბიჭებს, რომ დაგვითმეს ეს არაჩვეულებრივი სივრცე. კარგი ფეხი გაქვს. დღეს დილით გავიგეთ, რომ სპონსორი გვყავს. გილოცავ. სანამ დავიწყებთ, ხო არ იმავს ქნათ? იმავს ქნათ, რატომაც არა. გაგვიმარჯოს. გილოცავ სპონსორს. მადლობა. ხო, კაი. კი, რა კაილუდია. კაია, კი, ნაღდად კაია. კაია, კი. შენერი. კარგი. სიჩუმის დარღვევა გიყვარს? კი, გააჩნია რა შემთხვევაში. თბილისი გაცინებს თუ გაბრაზებს? მაგიმებს. და მაგაზე ბრაზდები თუ გწყინს? ღიმილი უკვე არის შედეგი რაღაცის. ან გაბრაზების, ან ირონიის, ან სიამოვნების რაღაცის მიმართ, ან ესეთი გულწრფელი ღიმილი, რომელიც სხვას რაღაცა გააძლევინებს. ყველაფერია. თბილისი, იცი როგორი რამეა, ჩემთვის ცხოვრება არის რა, ამიტომ აქ გავიზარდე და ეს არის, რაც არის. ამიტომ ძალიან მიყვარს და არა ობიექტური ვარ მის მიმართ. კი ბატონო. ამიტომ რაღაცები მტკივა, რაღაცები მახარებს, რაღაცები მაბრაზებს და ასე შემდეგ. ხო, პროცესია, ნუ ლოგიკურად. ხო, როგორც მსახიობობა წამალი რო იყოს, რას მოარჩენდა? მსახიობობა წამალი რომ იყოს, მოარჩენდა ალბათ გააჯანსაღებდა ფსიქიკას. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვთვლი, მგონია რომ ხელოვანი უნდა იყოს ჯანსაღი ფსიქიკის. იციან ხოლმე ხო იცი, არ არის ნორმალური. ძალიან დიდი განსხვავება არის ფსიქიურ დაავადებულსა და არანორმალურს შორის. არანორმალურები არიან ხელოვანები, მაგრამ გიჟები, ანუ ფსიქიურად ავადმყოფები, რასაც არ უნდა იყვნენ. თორე ისე ასეთი ყველა სფეროშია და მათ შორის ალბათ ხელოვნებაში. რა თქმა უნდა. მიკიბ-მოკიბვის გარეშე რა გიყვარს? რისი კეთება გიყვარს? მიკიბ-მოკიბვა კეთებაზეა თუ თქმაზე? შეიძლება თქმაც გიყვარს. თქმაზე ალბათ უფრო. იცი რა, მიკიბ-მოკიბვის გარეშე მიყვარს სიმართლე. რთული არ არის? რთულია, მაგრამ ხანდახან ყოფილა ჩემს შემთხვევაში. მაგალითად, ექიმი გამოსულა რაღაც პალატიდან, რეანიმაციიდან და არ მინდოდა მომესმინა ცუდი და მომისმენია. ხო, ხდები, აი ცოტა ესეთი სიმართლე
ერთი-ორჯერ გულშიც მიფიქრია, რატო არ დამიმალეთ ეს. ეხლა ვერ მითქრია, მაგრამ აი მეტა არ გეთქვა. პირველად როდის შეგწვა? თუ გახსოვს, რა თქმა უნდა. კი, მახსოვს. სკოლაში. სკოლაში შემწვა ეს საჭირო ოთახში არ გამიშვა მასწავლებელმა. გავაგრძელო? არა, იყოს. ადამიანის ძილის წინ ფრთებს შლის თუ კეცავს? ადამიანი ძილის წინ ფრთებს შლის თუ კეცავს? გააჩნია რა ხასიათზე იძინებს. იცი რა, მე მაგალითად ძილში ფრთებიც გამიშლია და ფრთების შეკეცვაზე რა გითხრა, აბა? არა, ალბათ უფრო ფრთებს შლის. ბევრჯერ რას გიმეორებდნენ? ან შეიძლება ეხაც გიმეორებენ, არ ვიცი. უნდას. უნდა. რა ცუდია ეგ. მე არ მიყვარს ეგ სიტყვა. არა ხო? უნდა. ეს უნდა. ეს უნდა. ეს უნდა თორემ და არიცი რამდენამდე უნდა, ხო, უნდა. შენ უნდა. აუ რა, კაი, უნდა ბიჭო ხო ყველა. თუ არა და უნდა. თუ არა და თორე და თორე. კულისში პერსონაჟი დაგრჩენია? კულისში პერსონაჟი ხანდახან დამრჩენია, კი, დამრჩენია და ისა ხანდახან ისეთია პერსონაჟი, რომ ვერ გამოგყავს კულისი და წამომყევი ეუბნები, მაგრამ ნუ აი ახლა უკვე იშვიათად. და ის ორი გეუბნები არ უნდა დაგრჩეს. ეხლა უნდა ვიტრიბაჩო, ეხლა პერსონაჟს მე მივსდებ. მე ეხლა უკვე პერსონაჟი მიდის წინ და მე რა დროს ჩემი პერსონაჟია ვიძახე. ასაკიდან გამომდინარე ხო იცი სცენაზე გასვლად, მაგრამ ეხლა უკვე ჩემ პერსონაჟებს მიყავარ უფრო წინ. გულწრფელა ეს კაი კითხვა იყო, ეხლა იმას მიქნა რა ქვია ესე. ხო, მე მგონი ყველა მსახიობს დარჩენია კულისში. კი როგორ არა მარტო მაგრამ არ უნდა დარჩეს. ზოგიერთ საგრიმიეროში რჩება, ზოგს ახსი საგრიმიერო. ასე ზოგს ქუჩაში რჩება და ასე ესე ხდება. ხო, რა თქმა უნდა. ამას დავლევთ, ხო შეიძლება კი, ცოტა ეს მოთხრობა. ეს დავდებ. კაია და იმიტომ. კაია, კი. გიждები ლუძზე. სულ ხა ჩემი ფეხების საფეხზე როგორ დავლიოთ, რა კაი სპონსორი გიპოვია. აი, მაიკაც როგორი მოცვია. შვენიერი. შენს თავზე ბევრი საღება ჩუმად გიყვარს? კი. კი. მე მგონი ყველაზე ნაღდია ჩუმად რო. არ ვიცი. საერთოდ რაღაცებს შენ თავზე რო იღებ ჩუმად უნდა იყო. და არ არის საჭირო ბევრი ლაპარაკი. თეატრის ფარდა ჯოჯოხეთია თუ სამოთხე? თუ გამყოფი? თეატრის ფარდა არის გამყოფი. გამყოფია. და ჯოჯოხეთი საით არის? რომელ მხარეს? გააჩნია, იცი რა შეკრებაში. გააჩნია. სიტუაცია. სანამ ასე ფიგურალურად და გადატანითი მნიშვნელობითაც სანამ ფარდა გაიღება, ანუ სანამ სცენაზე გახვალ, ნამდვილი ჯოჯოხეთი აქვს არქის. ხო და აი მერე უკვე მერე ეს ჯოჯოხეთი იხსნება, იცი? შენ თუ მიეხმარები მაყურებელს მაგალითად რომ წამოყვეს და შენთან ერთად ამოგზაურო, მოდი ასე ვთქვა. მაშინ კარგია მე მგონი რა, სასიამოვნოა მისთვისაც და შენთვისაც სასიამოვნოა ეს. რა თქმა უნდა. ენკი ბენკი სიკლისა? ენკი ბენკი ბა. დღენის სიყმაწვილისა? გავიდა. სიყმაწვილის? იცი რა? გულში თორე ის. გულში არა, იცი რა.
ვიღაცას უსმინი, ამას წინათ პერიფრაზი უნდა გავაკეთო ეხლა. ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის რომ ბერდებიო. ხო. ყველაზე დიდი უბედურებაა რომ ასაკში შენგან ახალგაზრდა არ მიდისო და წვალობ. აწვალებ. არა, ესე ჩამოვაყალიბა, გესმის რომ ახალგაზრდა რჩება, გულიც და ტვინიც და ყველაფერი, მაგრამ ვიღაც მე რაღაც ფეხი არ მოყვება ისე, რაღაც გაკეთება ინტენსივობა გინდა იყოს ისეთივე და ეს ინტენსივობა ისე ჩქარა ვერ არ ვიხარ კიბეზე, ხო? მარტივად ვეღარ დგები. არა, რაღაც ხო. ჯერჯერობით მე ეგეთ რამეებს არ გზნობ, მაგრამ ეს ხო მელოდება და გველოდება, რა თქმა უნდა. ყოველ შემთხვევაში. რომელი სიტყვა გაწუხებს? მე მგონი ამაზე პასუხი იყო, ხო? ხო გითხარი? უნდა. კარგი. ესეთი ამბავია, მექსიკურ შტატ ტობასკოს ხელისუფლება ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ კანონის მიღებისას გადააწყდა გადაუნახავ წინააღმდეგობას. შედეგად მათ შეძლეს მხოლოდ ერთი სახის ლუდის გაყიდვის აკრძალვა. ამის გამო ლუდის ბარის მეპატრონეები გაიფიცნენ. რომელი ლუდის გაყიდვა აეკრძალათ მათ? ცივი ლუდის გაყიდვა აეკრძალათ. ხო და ესე სწორედ დავიხედავ ერთი. არ ვიცი, ნო. ცივი ლუდის, ხო? ახალი წელს, კი არა და ახალ წელს თავგადასავალს მოუძებნი ხარ თვითონ? აი, ახალ წელს იყო ესეთი შემთხვევა, რომ მას ჩემი შვილები პატარები იყვნენ და თავგადასავალია ნამდვილად. სახლში მძინავს, ნაქეიფარი ვარ მოსული რა. და მძინავს დილით. და ჩემ შვილებს მოუნდათ რომ გამოეძახებინა ესა. მოუნდათ რომ გამომეძახათ ჰოლის ესა ბაბუა სანტა კლაუსი. ხო და მოვიდა ორი სანტა კლაუსი. წვერებში ვატყობ უკვე, წვერებში რომ ჩემზე პატარები არიან, ასაკით ნამდვილად ახალგაზრდები რა. მოვიდა და დასხდნენ ხო მე არა ვარ იმან გააღო რა ქვია თამრიკომ კარი და რომ გააღო გიაო აი მოვიდნენ და მიხედეო მე ვთქვა მე რა მივხედო კაცო ბავშვები გავიდნენ რომ იქ ოთახში სასტუმრო ოთახში ხე რაღაცა სიჩუმია იცი მე აქეთა ვარ საძინებელში და სიჩუმია აი ძალიან ჩუმად არაფერი არ ხდება ხო და ბიჭო მეთქი რა ხდება ეხლა წავე ავდექი და რა არის მეთქი ნეტა ეს შევედი და ესენი ძალიან კუთხეში ისინი ჩემი შვილები ორი პატარები აი კუთხეში მეორე კუთხეში და ესო რო შევედი გამარჯობათ მეუთხარი აი აბა ეს აბა ლექსი წაგვიკითხე ჩემი მეგობრე ეხა მე ის იმათმა მეუთხარ თქვენ რო რაღაც ლექსი წაიკეთე მე არა ჩვენ კიო მაგრამ ეხა თქვენ მე არ ვიცოდითო რომ აქ მოვდიოდით არა მეუთხარ არაფერი მე თამრიკო მოდი მეთქი და გამოვიდა თა ვაიმე თამრიკო და რაღაცა თამრიკო დაждდა პიარინოსთან და არა მოდი ეხლა დავიწყოთ და ვიმღერეთ მე ვიმღერე მე და თამრიკო ვიმღერე მე ვიმღერეთ მე კოკომ და მე მარიამა რაღაცა სანტა კლაუსები გააკეთეთ აშინა ბრავო ეს ორი სანტა კლაუსი ჭკუაზე არ არის რაღაცა ესე იგი ეს იყო დაიწყო მახსოვს 11-ის ნახევარზე და დამთავრდა პირველზე ხო და მეოთხე რამდენია როგორ გადადროვა რა გზავთ არა მეოთხარი მე ასე ვერ გაგიშვებ რაღაცა მე რაღაც პურმარელის შევთავაზ მაგრამ არა ვერ ქნე არა უგეჩქარი და სხვაგან უნდა მივიდეთო და აბა თქვენიც ხარი მაგრად გაერთნე თვითონ აი ეს იყო ახალი წელი ესეთი კარგი ბიჭო რა მაგარი არა მაგარია ზა ხო ეს არის ნაღდი ისტორია რა ზა კაი მე ვღეროდი იმას ჩიტო ნაცარა ვისო გალობისა შენგი გალობ პატარა დილაბშვიდობისა აი ეს ძალიან კარგები იყვნენ ძალიან აჩა
წერი ხوار მოუხსნი. არაფერი არ მოუხსნე. აი კამუფლაჟში იყვნენ შეულებრივად. ერთი აი დას ისეთი თვალებიც უღრმესი მადლობა უგიხეს ძალიან დიდი ძალიან კაი იყო. სიამოვნებით ვიქნებოდი ის სანტა კლაუსი. კარგია. 90-იანი წლები მხატვრული ფილმია თუ დოკუმენტური? დოკუმენტური. ოქროს თემს რისი ეშინია? ეროვნებას ვერ იტყვი, მებადური სოღონდ რომელი ეროვნება? შეიძლება. კონკრეტული მებადურის. მებადური სოღონდ ესეთი მელას რატომ უყვარს თავის მახრჩობელა? კაცმა არ იცის უყვარს თუ არა, ჩვენ დავაბრალეთ ჩვენას, რო უყვე ჩვენ არა, არ მჯერა, არ ვიცი. არ ვიცი რა. შენ შევტერეთ. მე მგონი ადამიანებს უფრო გვიყვარს მახრჩობელა, ვიდრე ჩვენი მახრჩობელა, ვიდრე მელას. ხო. მე რაღაც ეგეთი ეჭვი მაქვს და მე გადაგვაქვს ეს ცხოველებზე. ჩვენ თავზე ხო არ ვიტყოდით. ჩვენ და რატომ გვიყვარს ხო? ჩვენ რატომ გვიყვარს? ჩვენ რატო გვიყვარს? ჩვენ რატო ფაქტია რომ ანუ ამის გარეშე ვერ ვცხოვრობთ. იცი რა. არსებობს რაღაცა ქვეცნობიერი ალბათ, რომელიც გიბიძგებს კი იმისკენ, რომ უბიძგებს ადამიანს იმისკენ, რომ აი ეს მახრჩობელა რაღაცნაირად შეიყვაროს რა, თავისი მახრჩობელა. სიყვარულმა ხო არ იცის ის რომ დაგახრჩობს თუ არა. ხო. შენ როგორ შეხვდები ამ სიყვარულს, ეგ არის თავარი და სიყვარული თუ შენ რაღაცა არ ვიცი თუ გაწონასწორებული და კიდე რაღაც თვისებები თუ არ არის შეიძლება დაგახრჩოს. მოდი შევთანხმდეთ ამაზე და ბევრი სისულელე გაკეთებინოს. და ეხლა ბოროტებაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ბოროტება ძალიან ეკაიქ მაქვს პიესაში ეხლა ბოლოს ვთამაშობ. ნეტა ბოროტება ყოველთვის მახინჯი იყოს სახით შესახედავად. ბოროტება ხანდახან ძალიან კარგ ფორმაშია და ხო, მარტივი იქნება მახინჯი რო იყოს. მარტივი იქნება ხო და არავინ არ გაეკარე. ხო, ეგ არის რთული. ეგ არის რთული ზუსტად. ვაის გაყრი ხარ და უის შეყრი ხარ? კი, როგორ არა. ვაის რამდენიც გინდა. ვაისაც გავყრივარ და ვაის შევყრივარ, უის გავყრივარ, ვაის ნუ კი, როგორ არა. ცხოვრება არის. ცხოვრებაა რომ ალბათ ხანდახან ვაის უნდა გაეყარო და უის შეეყარო. კი. ფიქრობთ რომ ყველას თავის სცენა აქვს, უბრალოდ ზოგს აუდიტორია აკლია? კი, გეთანხმები. შეუძლებელია ეს ადამიანები ჩვენ გავართ ცირას რომ ღერი აბაზანაში ხო მაინც კარგად ღერია რა. არა ჩვეულებრივ. ხო. აუდიტორია გაკლია, მაგრამ შენ კარგად ღერი. ვაი, კარგი მაგალითია მაგისთვის. და ამიტომ მარტო რო ხარ ადამიანი, თქვა, აი მარტო იმყოფები, ხო, ფიზიკურათაც და ისეც. გონებით? ხო. მაშინ ხარ ძალიან მაგარი შემოქმედი. და რაღაცებს ქმნი. მერე უბრალოდ ვიღაცა შენთვის საინტერესოს. და მერე ჩვენ რეჟისორები, მსახიობები, ხელოვანები ვედავთ იმას, რომ ჩვენი ეს ნასულელები რაღაცა ნაფიქრი და ეს გამოგვაქვს და ამდენი კაცი მერე გიყურებს, რაღაცა გაფასებს და კიდე გვინდა რომ დაში დაგვიგრანა. და არა, ხო, ეგრეა. ხო და ეს წარმოგიდგენია რომ თავხედები ვართ. მაგრამ უფრო გაბედულები მე მგონი. გაბედულებიც ალბათ, მაგრამ ჩვენ ხო გვინდა რომ ეს ჩვენი ნაფიქრი და ნააზრევი მერე მივიტანოთ მათ გუნებამდე, მათ გონებამდე და ასე შემდეგ. მე ყოველ ძალიან რომ დაფიქრდები ხანდახან რა საქმეს ვაკეთებ. ძალიან საპასუხისმგებლოა აი სიმორცხვე შეიძლება ხა ასე არ ვწითლდები, მაგრამ მეშინია რომ არ გავწითლდე. ანუ ყოველთვის ძალიან ყურადღებით ვარ ამის მიმართ, იმიტომ რომ შენთან მოვიდნენ, შენ უნდა მოგისმინონ, გიყურონ და შენ უნდა მიაწოდო ისეთი, რაც
შენთვის კი მნიშვნელოვანია, მაგრამ აი გახადო მისთვის მნიშვნელოვანი იქნება, აი ეს არის თავარი მე მგონი. ახალს არაფერს არ ვამბობ. ეს არის საფიქრელი. გავეკეცი მე შენ კითხვას. არა, არ გავეკეცი. ბავშვობას რის სისუნი აქვს? ლუდი მიირთვი რა. აუცილებლად. რა მაგარია, მუცბაძალები. ძალიან კაი ლუდია მართლა. ძალიან. კი, მართლა ძალიან კარგი. ბავშვობას რის სისუნი აქვს? ბავშვობას აქვს სუნი. ჯერ ერთი აი ხარ ორსუნავ ჩემს შვილიშვილს რძის სუნი აქვს თუ რაღაცა გარდა. მაგრამ მე როგორ ვიგებ ბავშვებს? ყველა სუნი მახსოვს ბავშვობის. როგორც ყველას. ეს არის ყველაზე მძაფრი, რომელიც მოყვება ალბათ სიბერემდე და სიცოცხლის ბოლომდე რა. ისე მიყვარს ეს თითოეული სუნი სანდრო შეხვარ ვიტყვი, ვაიმე ეს ჩემი ბავშვობის სუნს, მაგრამ ისე მიყვარს ეს სუნი ხო აი სხვადასხვა რა. და ძალიან მაგარი. აი ეს არის ბავშვობის სუნი, რომელიც შენ მერე გაცოცხლებს. რა თქმა უნდა, კი, ზუსტად. გავცინი ამ მაყურებელს მაშინ როცა უნდა ეტირა. უნდა ეტირა კიდე უცნაური ამბავი არ მაშინ როცა ფიქრობდა მსახიობი და რეჟისორი რომ აქ უნდა იტიროს და იმას გაუცინია. შეიძლება ის არის მართალი მაყურებელი, არ ვიცით ხო? კი, ყოფილა. და სხვათა შორის მკვეთრი სიცილი იცი როდის მოდის, მაგალითად ვოდევილში. ხო. ვოდევილი არის ან ფარსში. როცა ძალიან სერიოზულად რაღაცა საკეთებ. ხო, ძალიან სერიოზულად როცა აკეთებ რამეს, აი ეს არის სასაცილო რაღაც ქმედებას. აი ჩარლი ჩაპლინი არის მაგის ფანტასტიკური მაგალითი. აი ზუსტი მაგალითი. კი. მე უფრო გულისხმობ აი დრამატულს, დრამას. მესმის. მაგრამ აი ეგ იცი რა მაინტერესებს მსახიობისთვის. ხო. აი შენთვის რო დგახარ სცენაზე და წარმოდგენი გაქვს რომ ეხა ამ მონოლოგს იტყვი და იტირებს ყველა. და იტირებს და შეიძლება ეს არ იცინოს რომ გესმის. ხო, ეგ დამთავრებულია, ესე იგი მეორეჯერ მე იმ სცენაზე და იმ მონოლოგს აღარ წავიკითხავ, იმიტომ რომ ეს არა, კაცო, ძალიან დიდი ძალა უნდა რომ მე გახვიდე კიდე მეორე დღეს ან მესამე დღეს და ის მონოლოგი თავიდან წაიკითხო. არ არსებობს. ესე იგი შენ არასწორად აწვდი ამას მაყურებელს. ანუ შენ რაც გინდა, იქიდან ხდება სხვა რამე. მორჩა. ანუ მაყურებელი ყოველთვის მართალია. მაყურებელი რა თქმა უნდა ყოველთვის მართალია, როგორც რესტორანში კლიენტი რა. კი, მეც მაგაზე. რა თქმა უნდა ყოველთვის მართალია. და ხშირად ჩვენ ვინც ველოდებით მაყურებელს მსახიობებს არ გულისხმობ ხოლმე. აი თეატრი თქვა კინოს ჩვენ ხანდახან გგონია რომ ჩვენ ვართ დომინანტი არის მაყურებელი. რა თქმა უნდა. თუ ამაზე არ ვფიქრობთ და ის არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი მოდი ამ პირობითად ვთქვათ ეხლა თეატრის. საგამოფენო დარბაზში ისევ მაყურებელი, მსმენელი მუსიკის აუცილებლად თუ მე ვერ და მით უმეტეს თეატრი. იმიტომ რომ თეატრი არის დღეს აქ ამ წუთში გაზეთი არ არის თლათ ეხლა და საინფორმაციო გამოშვება. მაგრამ ის არის დღეს აქ ამ წუთში ეს თეატრი არ არის არც გუშინ და თეატრი არ არის არც ხვალ. ხვალისთვის შეიძლება მინიშნება გავაკეთოთ რაღაცა რომ ასე ხო არ როგორ ფიქრობთ ასე იქნება? თორე დღეს არის თეატრი, ამ წუთას არის და ამ წუთში შენს თვალწინ. ამიტომ მაყურებელს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა კი არა, გადამწყვეტი როლი აქვს. თავარი როლი აქვს მაყურებელს. გადამწყვეტი როლი აქვს აი ამ სივრცეში, რასაც თეატრი ქვია. რომ გეუბნებოდნენ ისემც გიქნიაო, რა გიქნია? არ მიქნია არასოდეს ის რაც უთქვიან, ისემც გიქნია და არ მიქნია. ძირს უნდა. ძირს უნდა. აი მითხარი, არა ვარ მართალი. კი. ეს უნდა ძალიან მაგარია. რა გიქნია?
თავში ქვა გიხლი, რატო უნდა ვიხარ თავში ქვა? კისერი გიმტვრები. კისერი გიტეხია. რატო? რატო? ისიციან იმერეთში კიდე ხო იცი ქათამს რო გაწოდებ, და მეიტეხე. კისერი მეიტეხე. არ მინდა. რატო კისერი რად მაგრამ? ეუბნებიან ფრთაზე და ქათამს. ბეტონ იმერელი ვარ და მიყვარს ძალიან. მეც. თავს რომ კარგავ რას პოუ? მეორე თავს. კარგია. ასინეთა კიდევ გვისმენს? ასინეთა სულ გვისმენს. ეს არ არის ახალი, ასე ვთქვათ, როგორ გითხრა, არც წინა საუკუნის, არც ამ საუკუნის და არც იმის ეს ასინეთა ყოველთვის გვისმენს. ყოველთვის ყველა ეპოქაში ასინეთა არსებობს და არის მარადიული და სულ იქნება. და სულ იქნება, რა თქმა უნდა. იცი რა, ამ ქვეყანაზე არსებობს თეთრი რაში ხო ნუ ცხენი. რაში ჩვენ ვეძახით პოეტურია და უფრო ზღაპრული. თეთრი ცხენიც არსებობს, ხო? არსებობს ავის ირემი, შველი, არწივი. მაგრამ არსებობს ვირთხაც. აბსოლუტურად. არსებობს, რა ვიცი, კურდღელი. არსებობს სამყარო, ამიტომა გვაქვს უთავი ფერითა. ყველაფერიც არსებობს. ამიტომა საინტერესო. ხო, ისმინოს ასინეთა, ისმინოს. მე საინტერესო მინდა რომ იყოს, მაგრამ საინტერესოსთან ერთად მშვენიერიც მინდა რომ იყოს. ხო და ესე არ გამოდის, თქვათ მშვენიერება, მაგრამ საინტერესო არის, ვიძახი ცხოვრება საინტერესო. ეხლა ჩვენ საინტერესო მე საერთოდ ისე ვერდები რომ საინტერესო დროს გამოწვევები. მე მინდა რომ ბედნიერ დროს ვიცხოვრო, საინტერესო დრო გავიგე. და მე ნახავ კიდე რა საინტერესო იქნება, ოღონდ ბედნიერი დრო იყოს. სადღერძნოც გვაქვს ჩვენ რა ჩვენი შვილები მოსა მეც მინდა. მე მინდა, მე სულ მაგას ვიძახი. და ისე გაკვირვებულები ვიყურებენ ხოლმე სუფრასთან იცი რა მე მინდა რომ მეც მომესწრო რაღაცა შემოხედავ შენ რა რას უნდა მოესწრო რაღაცა გაკვირვებული ხო ჩემ ხედაგაცთან ადამიანი რა რომელიც ხას უნდა მოესწრო უნდა მოვესწროთ ხო იმიტომ იმას ხელი აქვს საერთოდ ჩაკო არ შეიძლება არა მე მინდა რომ მოვესწრო ზუსტად იმას მაინც მოვესწრო რომ ჩემი შვილი არის კარგად ხო მაგას ვამბობ ხო არა მე იმასაც ვამბობ მეც მინდა კარგად ვიყო ხო ჩემი შვილი კარგად იქნება იმას რომ მოვესწრები მეც ხო კარგად ვიქნები მეც ხო და არა მე თვითონაც კარგად ვიყო ჩემი შვილის კარგად შვილის კარგად იყოს ის ყველა კარგად იყოს რა არ შეიძლება ვერ გავიგე ხო შეიძლება ეგეთი რამე არა მე არ მიყვარს ექსპერიმენტი ერთხელ ჩემს მეგობარს ეხ კარგ იმას ზივარ სამზარეულოში 90-იანი წლებია და ნატროები ხო იცი ნატროები არაფერი არ არის ასეთი ლუდიც კი არ იყო მაშინ ხო და არაფერი არ არის და ვხედავთ ახლა ორი და რაღაცა არაკის მაგვარს ვსვამთ ამდე არ ვიცი რა იყო ეს გადავრჩით ხო და რაღაცა მოდი რა სამზარეულოში იცი რაო იმდენი ფული მინდაო სამნი ვართ მოდი იმდენი ფული მინდაო რომ აიო აი როგორ გითხრა მე მაგალითად $2000-იო მეყოფა ხო რატო იცი აი და გადავთვალა ეხა რა ესა და ერთი $700-800 დაარიგა ხში რომ აი იმას მივცემ აი დავეხმარ ხა მეორე არა მეო 2000 არ მეყოფაო მეო 90-იანი წლები. მეო მინდაო აი 2700 მე. აი და დაიწყო დათვლა რომ აი ამას გავაკეთებ ამას და არა, ეგ მე ვთქვი ბოდიში, რომ 2000. 700 მეყოფა ამას გავაკეთებ ამას. ის ჩუმაძის ერთი რა. ხო და ეს არის მეთქი ნატურა და ოცნება და რა. ხო და შენ რატო ხარ მეთქი ჩუმად? იცი რა, მეყოფა ერთი $500-იო რა. მივცემო ჩემ შვილსო, ჩემ ცოლსო, ცოლსა და მეცსო და მე ვთხარ, ბიჭო, გარშემო გაჭირებული ვიღაცა ნაცავი არ აღა. ბიჭო, ჩემ ოცნებაში გაჭირებული არ არსებობს. ჯიგარი. ხო და მოგვიგო. მოგვიგო. ჯიგარი. ესმის, აი ეს ისეთი კაი პასუხი გამცა. აი მთელი ცხოვრება მე ამას ვე. ჩემს ოცნებაში გაჭირებული არ არსებობსო მითხრა.
ხო და თუ ეცნებოდა ნატრა არ არსებობს. ხო, მე თუ ჩემ ნატრაში გოცნებას თხილად ვახსენებ ხოლმე ნატრაში. ჩემს ნატრაში სწორია, გაჭირვებული არ არსებობს. ხო, მაგრამ აი მაგარი რამეა რა. ძალიან კარგია. მე გავთბი, კარგი. აი, იმიტომ კარგი მსახიობის მოწვევა. რატო? მოიცა, ხო, კარგი. ბოლოს ფეხი რაზე აგისრიალდა, ან როდის? კი არა ამისრიალდა. არა, გადატანითი მნიშვნელობით მე ყოველდღე ასრიალდა, დავდგები ხოლმე გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ ერთი 3 კვირის წინ პრემიერა მაქვს, გესმის? აი ერთ კვირაში უნდა იყოს პრემიერა და ინტენსიური რეპეტიციები მიდის და ძინავს და ხედავ რომ ზაღლი მლოკავს სიზმარში. აი გაიწიე მეთქი რა. და გავწიე. ბიჭო უფრო დაიწყო კიდე რა. გაიწიე მეთქი რა იქით და მე ეს ზაღლი რაღაცა გადაიქცა რაღაცა ზაღლი აღარ იყო, უკვე რაღაცა იყო რა, რაღაცა მაქცია. რაღაცა და აი გაიწიე მე გადიაკ და აი და მოვიფიქრიეს მე მოვიქრა მარცხენა ფეხი მარჯვენა კედელია ჩემსაწოლთან და მივარტყი ამ კედელს ფეხი გამაღვიძა საშინელმა სიმწარემ მომდიოდა თვალებიდან ისინი რა ქვია ნაპერწკლები და ეს ჩემი ცერათითი გახდა რაღაცა უბედურება ესე ვიყავი და რა დაგემართა მე ყვებოდი ამას რომ ესე დავემართა და გოგო მეუბნება ის შენის მოკევი რომ ეს მეორეჯერ დაგემართა მაგრამ ერთი 3 წლის წინ სხვა ისტორია დავემართა მარჯვენა ფეხი მოიქრია კედელზე კიდე აი ესე იყო აი ესე ფეხის აცდენა არ ვიცი მაგრამ ფეხი აი თხილათა ვარ ეხა მე რო ფიქო ხო არ გადავიკრავ ამ რაღაცა თოკით ამ ფეხებს რა გავაკეთო არა კედელს მოაშორეთ საწოლ მაგაზე არ ვიფიქრია მაგრამ ეხა იცი რა კედელს მოვაშორო საწოლი ცოტა ხანი არა მაგრამ რამოდენიმე ხნის მერე ერთი არ ვიცი რამდენი მერე საერთოდ მომაცილეო შუა ოთახში ნამდვილად და წინასწარ ეხა შუა ოთახში როგორ ვიძინო რამოდენიმე ქება ბევრს წელს ადამიანს გააჩნია იცი რა ჩემთვის უთქვიათ რა ვიღაცა რო შეუქივარ ახლობელ სხვათა შორის ეხ თავში არა გივარდა შენ ამას ამატებ ხომ თავში არა გივარ და მე საშია ეთყობა იმას ნანახი ყავს თავში ავარდი ხო არის ადამიანი რომელსაც ქება კი არ წყის მაგრამ ნუ აჩერებს ჩემმა მასწავლებელმა იცოდა ერთხელ ლონდონში რაღაც ნუ გასტროლი იყო და გვაქებს ერთი ინგლისელი მაქებს და ჩემი მასწავლებელი და პედაგოგი მიდგეს გვერდით ესე კრიალოსანი ეჭირა ხელში და მე ლაპარაკება ის და მაქებს რაღაცებს მეუბნება და ეს არ დაიჯერო ეხლა არ დაიჯერო ხო როცა დაიჯერებ ეხლა ძალიან სასიამოვნოა როცა გაქებენ არავინ არ თქვას რომ ეს არ არის სასიამოვნო და რაღაცა შეგაქებენ რაღაც გააკეთებენ მაგრამ აი შენ პატიმოყარეობა მე მგონი უნდა დაიჭირო სადღაც რომ ამან არ გამოგაშტეროს ამან ყველაფერმა და მართოს საკუთარი თავი ხშირად ეს უჭირთ ადამიანებს სხვათა შორის სხვადასხვა რანგის ადამიანებს და სხვადასხვა ასაკის ასაკს არ აქვს მნიშვნელობა მან არა მე მინახია გაფრენილი ასაკოვანი შუახნის და ჩემი ხნის ტიპი და მინახია რომ გარეკილი აქვს რა ხო რა მე უყურა და მე აი მემეს რო იწყებენ უკვე მე არის უბედურება მე და ნუ მე რაღაც ღუმელზე გახუხულ პურს თუ გაუთბი ხარ კი ხაჭაპურსაც ჩაფიქრებულ მიზანს გამჟღავნება სჭირდება იცი რა მე მიყვარდა ყოველთვის რაღაც ჩაფიქრებული მოდა იმას ყვებოდი და რა მე მივხვდი რომ არ უნდა მოყვე მე ვერ ვისწავლე ვერა ხო და გიც შენ ჩემზე უმცროსი ხარ
და ერთხელ ცადე ჩემი ხალხით. ცადე რომ ჩაიფიქრებ. აი მიყევი მარტო, იმიტომ კი არა რომ ვიღაცა თვალი ეცემა. ხო, მესმის. არა, უბრალოდ რაღაცნაირად როგორ გითხრა? თვალი რო არ ეცეს. ხო. მიზანიც იკარგება მერე? მიზანი იკარგება თუ უფასურდება, თუ ხანდახან უფასურდება. რაღაცა ეგეთი. ხშირად აი მე მქონია ახალგაზრდობაში უფრო და წინა წლებში რომ აი რაღაცას მომიყოლია ჩემ მეგობართან. აი ეს მინდა გავაკეთო ის და მე უკეთ მომიყოლია, ვიდრე გამიკეთებია. ხო და ამიტომ მე უფრო ფრთხილად ავარ ამის მიმართ, იმიტომ რომ მიზანი მაინც მთავარია, ხო? და აი მიზანთან ხანდახან შენ ქშველის როცა უყვები. როცა უყვები რაღაცა ამოწმებ შენზე. აი მე მაგას ამას ვაპირებ, იცი? აი ესე მაინტერესებს შენი რა სიტყვი ხარ შენ. ხო. ხანდახან. მაგრამ რა ვიცი. მაინც ჩვენთვის კონდეს. მაინც ცოტა ხანს მაინც. კი, ცოტა ხანს მაინც მიზანი ისეთი რამეა, რომ რა ვიცი, გამოჩდება ის რა. აუცილებლად შენ რა მიზანი გაქვს? აი გამოჩდება, აუცილებლად გამოჩდება. ხო, კი. და თუ გინდა რომ ღვინო და დუდუკი თუ კოქტეილი და ზღვა. აუ რა რთული კითხვა. რა რთული კითხვა. ორი ვერიცა. იცი რა, მე ძალიან მიყვარს ძალიან გააჩნია, იცი? მე მაგალითად რესტორანში სარესტორანო სიმღერა მიყვარს. ხო, კი. ბარში ბარის, ფაში, თის. ბარის სხვა ბარი ვიგულოს. ხო. გააჩნია სადახა. ეხლა რადიოს არ ჩავთავ და ვთქვათ იმას რა ქვია იმ სიმღერებს რომ გერიან ფანოღს არ იქ სხვა მარტო რომ ვარ აბსოლუტურად სხვა. ხო, მაგრამ რესტორანში Pink Floyd რო დამიკრან არ მომეწონება. ხო, თუნდაც, ხო, წარმოიდგინე ხა. უცებ მოცარტი რო გააჩნია რესტორან, გააჩნია რესტორანს. მაგრამ არა, აი, რასაც ჩვენ გევრია ხო, რაღაცა. დუკანში ხა მოცარტი. უხერხული. ხო, უხერხული. გააჩნია გარემოს, გააჩნია, ამიტომ მე მესმის თქვენი კითხვა. მე ეს საზღვრები არ მაქვს. მე რო გითხრა დღეს რომ არა მე დღეს მხოლოდ კოქტეილს ვხო. ეს იქნება პოზა. და მე ამ პოზებს ვერ ვიდა. იმასაც ვერ ვიტან, რომ ეხლა დაგიჟდე და შენი ერთი აი ესეზე ეს ყველაფერი არის ჩვენ ვქნით ადამიანები იმ რესტორანსაც, იმ სიტუაციასაც, იმ რა ვიცი. დუდუკებთან ერთადაც მიკეიფია და ფუჟერებით კიდე რაღაცა სამთლებთან ერთად ვისაუბრია სხვაგან და რაღაცა და ყველაფერია ეს. თავარია შენ თვითონ როგორ ახარ? თავარია შენ იყო კომფორტულად კონკრეტულ მომენტში. რა თქმა უნდა. მე ესეთი საოცარი ბაიათები, ხელოვნები, ბაიათები მომისმენია. არა, მას თბილისის რესტორნებში ეს იმ დონეზე ხარ. მაგრამ საერთოდ რესტორნებში არა, ისეთი ბაიათი, ულამაზ, უზარმა, უდიდესი ხელოვნება. აღმოსავლეთის. არის რაღაცა, რომელიც ნუ ახლა ევროპაზე და კლასიკურ მუსიკაზე და Pink Floyd-ებზე და Stevie Wonder-ზე არაფერს აღარ ვამბობ და ასე შემდეგ. ეს არის მთელი სამყარო, რომელიც სად როგორ გჭირდება. ფაზლივით არის ყველა ერთმანეთს რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და ყველაფერი სიამოვნებს, რაც მე გიждები ძალიან მაღალ ესეთ შემოქმედებით შესრულებაზე ყველანაირ. დუდუკი იქნება თუ ვიოლინო, უნდა იცოდე კარგად. უნდა იყოს მაღალი დონე, რომელიც მე მესიამოვნებ, რა თქმა უნდა. ბოდიში ამ პრეტენზიისთვის. არაჩვეულებრივი პრეტენზია. ფეხებზე დაკიდება ხელოვნებაა? ფეხებზე დაკიდება ხელოვნება? რატოა ხელოვნება? არ არის. უზრდელობა. არა, აი არის ხოლმე, აი ეგ მაღაზია მაყურებელზე რო ვილაპარაკეთ მე და შენ, აი ეგ არის, იცი? ფეხებზე დაკიდება ხელოვნება არა.
არაფრით არ შეიძლება რომ შენ გამორიცხო, მაგრამ აი ავტორებს ამის უფლება და საშუალება აქვს, მაგალითად მხატვარს, მაგალითად კომპოზიტორს. კი ბატონო. შემსრულებლო ხელოვნებაში ეს გამორიცხულია. გამორიცხულია, რომ ფიზიკურად ვერ იზამხ. არა, მე და ეხლა მე რო სპექტაკლი დავდგა ეხლა უცებ და რა ვქნა ძმებო, აი ვართ 5 ადამიანი და ესა და გია დანარჩ მაგო ვერ გაიგეს. და მე სპექტაკლი რო გამოდიან რომ იცი რაღაცა მაყურებელი რატოა იცი საინტერესო ვერ გაიგო. და რო თქვას რომ არა ეს მე არ მომწო ეს რაღაცა თვითონ არის პრობლემა ეს და არ არის მაყურებლის პრობლემა. იმის პრობლემაა, იმ უბრალოდ მაყურებელი კულტურული ადამიანია და უხერხულ მდგომარეობაში ვარ. არა რაღაც ვერ გავიგე, მაგრამ კიდე უნდა რაღაც საინტერესო იყო. რაღაცა იცი იქ ესო მე ამის არ მჭირა. უნდა გაიგო, აი ნახაც რომ შეხედავ. ეგეც კომპლექსი ხო არის, ხო არ მსხვენია. არის. აი თქვენს თქვით პროვინციალისთან მიახლოებული რამ არის. ხო მეც მქონია ეგ რომ მოსულ დაუპატიჟებულ ჩემ მეგობარ რეჟისორს არ მომწონებია და მithქვამს რომ ხო კარგია. არა ეს შენ გითქვამს ხათრით. აბა რა გინდა რომ მოკლა ხა ეს რეჟისორი და განადიოდ მეგობარი გინდა მოკლა? არა, ხო შეიძლება კრიტიკა უთხრა როგორ კარგად შელამაზებულად. კი, როგორ არა, თუ აინტერესებს შენი კრიტიკა. თუ აინტერესებს შენი, მე ვისწავლე ჭკუა და მე თუ არ აინტერესებს სხვას კი არა, ჩემ შულსაც არ ვეთქვი, რომ ხო, ეგ მაგრამ იმან უნდა მკითხოს, შენ აბა შენ რა აზრის ხარ? თუ მკითხავს, უპასუხებ და თუ არა, რატო ეხა? ხო, მართალია. თვალების ჟუჟუს ჟღურტული მოსდევს? კი. მოსდევს. ხანდახან ვერ მოსდევს, მაგრამ უნდა მოსდევდეს. კარგ შემთხვევაში, მე ხანდახან ჟუჟული ჟუჟუნად რჩება. ეხა არ მკითხო ჟღურტულს რა მოსდევს. არა, არ კითხავთ. ჟღურტულს რა მოსდევს? ჟღურტულს, ესე იგი, პირველი რა იყო? ჟუჟუნი, ჟღურტული და ნუ ახლა ეს. და გადაიქროლეს ცივმაქარებმა. არა. ეს ცვალებადია. ცვალებადია და თბილ ჰაერს ცივი მოსდევს, ცივს პერესო ცხელი ან თბილი. არ გადაიქროლეს, იმიტომ რომ ცხოვრება ისევ მივდივარ მის აღმატებულებასთან, ცხოვრებასთან. ესე ადვილად ეგ არ თავდება ხო. ხო, რა თქმა უნდა. გამომწერის კითხვებს დაგიცვამთ, ჩვენი გამომწერები წერენ ხოლმე კითხვებს, არიცენ მათ ვინ არის ჩვენი სტუმარი, მაგრამ ძალიან საინტერესო კითხვებს გვიგზავნიან. და ეხლა რასაც წავიკითხავ, ყველა გამომწერის კითხვა იქნება. და მადლობა ჩვენ გამომწერებს, იმიტომ რომ მათი დამსახურებაა, რომ კაიაკი ჩვენთან არის. გაგიმარჯოთ. გამომწერებს გამომარჯოს. ესე იგი წერას ყავთ აყვანილის. კი. გამომწერა. გველს უტკბილი სიტყვა უყვარს? გველს? გველს. ნუ ახლა დიდმა კაცმა ჩვენმა პირველმა ქართველმა ასე თქვა, რომ ხრელიდანო ამოიყვანს. მაგრამ მე რა სიძავს თბილი სიტყვით ხრელიდან ამოსული კაცმა მაგაზი არა სიტყვას არ ცხავს მე რა ხდება. ის არ თავარი რომ ამოიყვანო იქიდან და მე რა არის? არსებობს თუ არა სახლში რაიმე მაგიური ძალა, რომელიც პულს აედევნება და აქრობს? მე სულ კარგავ. არა. ნეტა იყოს ეგეთი მაგიური ძალა, რომ აედევნა, არ არსებობს. შენ უნდა ადგენ ჩააქრო. ნუ გამორტე. დროფულია? დროფულია. როდის ვისწავლეთ ამას ჩვენ, ქართველები? თუ ვისწავლეთ? ვისწავლეთ? არა. ხო, ვერ ვისწავლეთ, როდის? არა, უნდა ვისწავლო. როდის ვისწავლით? ეგ რაც უფრო მალე ვისწავლით, ჯობია. იმიტომ რომ დრო ყველაფერთან ერთად ფულიცა. ქართლის დედა ქვრივია?
არა მგონია. ქართლის დედა, იცი რა? ეს არის ყველაზე რთული, არ მიფიქრია არასოდეს. მეც რო გამოვაგზავნე, წავიკითხე, მეც ქართლის დედა ქვრივია? ყოველ შემთხვევაში ეს ქანდაკება ქვრივობის დროს არ არის გაკეთებული. იმედი არ არის ქვრივი. არა, ალბათ არ არის ქვრივი. მე ესე მინდა მჯეროდეს. მეც. სად მიდის ის ერთი წინდა და რატომ ცხოვრობს თავისი ცხოვრებით? ცარცალი წინდა რო გვიკარგება ხოლმე სადღაც. აბა. შეიძლება სხვასაც ვია იმ დროს. გააჩნია სად კარგო. ბლისკურკა ორი თითით გისვრია? კი. მაგარი იყო, ხო? უძაკა. კი. ოღონდ არავისთვის არ გამირთყია. ხო, რა თქმა უნდა. ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა? ბოდიში რომ წამალი იყოს, აფთიაქში გაიყიდებოდა, მაგრამ არსებობს ისეთი წამლები, რაც აფთიაქში არ იყიდება. და ბოდიში ერთ-ერთი მათაგანია რა, ეს ძალიან დიდი სიტყვა. ძალიან დიდი სიტყვა და ჩვენ როგორც დაფიცება არ ვარ გახო, იცი? აი ესე ყოველ წუთში ბოდიშის სროლა არ ვარ გადა. ისე ძალიან მაგარი წამალია, ოღონდ იმისთვის კი არა, ვისაც ეუბნები. შენთვის არის წამალი, ვინც ამას ამბობს. ზუსტად. ამ ქვეყანაში ფული იშოვება? ამბობენ იშოვებაო. ასე მეუბნებიან, ასე გამიგია. როცა მიდიოდი, ვინ მოდიოდა? როცა მივდიოდი, კაი კითხვა. როცა მივდიოდი, ვაჰ, რა მაგარი კითხვა. ისეთი მაგარი კითხვა. აი ძალიან მაგარი პასუხისგაცემაც არ მინდა, იმიტომ რომ აი ძალიან წონიანი კითხვა. ჩემზე მაგარი მოდიოდა. კარგია, ეგრე. თუ ფიქრობთ, კარგია. რა თქმა უნდა. იმედი ეგრე უნდა იყოს. რა, ჩემზე მაგარი მოდიოდა. ქველი კაცის გზა ეკლებითაა მოფენილი. კი. ამდენად. სამართალი პულს შეჭამს? გვიან. მაგრამ კი. აუცილებლად შეჭამს. მინახავს მე ეგეთი. ბევრი. ჩემი თვალით მინახავს. ჩემი თვალით მინახავს, ესეთი პურია თან, ესეთი. და სამართალი ზის და ჭამს. და ხო, მინახავს ეგ. კარგი სანახავია. კარგი, ყველაზე სასიამოვნო სანახავია ალბათ რა. თამაში ვითამაშოთ. სიმართლე თუ მოქმედება? ანუ თუ სიმართლე სიტყვით თქვენ უნდა დამისვოთ კითხვა და მე სიმართლე შევეცადო გიპასუხოთ და თუ მოქმედებას რაიმე უნდა მითხრათ და მე გავაკეთებ. აი ხა რამდენი ხანია ეთერში ვართ და საუბრობთ. პირველად მითხარით თქვენ. ეხა თავიდან დაიწყეს. თამაში ვითამაშოთ. სიმართლე თუ მოქმედება? ესე იგი თუ სიმართლეს აირჩევ, შენ უნდა მითხრა. დამისვა კითხვა და მე მართალი გიპასუხო შევეცადო და თუ მოქმედებას აირჩევ, მე რამეს გავაკეთებ. რასაც მართალი. მაშინ დამისვი კითხვა. რატომ დამიძახი ამ გადაცემაში? სხვათა შორის, ეხა არ გვინდოდა შარშან დავწოთ ეს გადაცემა, დიდი ხანია გვინდოდა. სულ თქვენ და არა ხარ მართალი, ხო? შენი მოწვევა. და იცი რა, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ხარ ჩემთვის. ძალიან მიყვარხარ როგორც არტისტი და ძალიან მიყვარს ზოგადად ის ოჯახი, რა ოჯახით შენ შემოიკრიბე გარშემო. ეხლა ნახე, რა რთული იყო რა ამ სიტყვების თქმა. სიმართლე ყოველთვის ადვილი სათქმელი არ არის. ძალიან ძნელია. რა ნერვიულდი ხარ. აი ამაშია საქმე. ამაშია საქმე. რა ძნელია. დიდი მადლობა მაგ სიტყვებისთვის. მე მართლა მაინტერესებდა რა და დარწმუნებული ვარ გულწრფელად მითხარი, რამდენად სიმართლეა ეს
ობიექტურად მე არ ვიცი, მაგრამ დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის შენი სიმართლისთვის. აი შემიძლია გითხრა. დარწმუნებული იყო სიმართლე. რა თქმა მადლობა დიდი. შემეთყობოდა. დიდი მადლობა. სანამ დავასრულებთ, მე ვიცი რომ თქვენ ამ თეატრში ბილეთი ვერ იშოვეთ ვერასდროს შენ და ვიჩალიჩეთ კოკოს თხოვეთ, რომ არის ესეთი კაცი გია რუინიშვილი და ძალიან უნდა სპექტაკლზე დასწრება თქო და ხო კარგიო და ესეთი სპექტაკლია კარზეა სიკვდილი, რომელსაც გეპატიჟებთ. ვაიმე, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ძალიან მაგარია. მართლა ვერასოდეს ვერ შოულო ბილეთს, ამედია. დიდი მადლობა. წარმატებები. გაიხარე. რა კარგი იყო. არ ვიცი, როგორი იყო? ძალიან მაგარი. მართლა? მე ძალიან ვისიამოვნე. მართლა? ძალიან ვისიამოვნე. სუპერი იყო გამოვიდა, მეც ძალიან ვისიამოვნე. გაიხარე. ეს ერთიც საუკეთესო. აი, რა ტრაგედია.